4 შეხვედრა ჩვენ ლეიბზე და 2 შეხვედრა იქნება გვერდით ლეიბზე. ხალიფაზე ვიწევთ. რამო გობაზე საჭარა. შეგახსენებთ, თუმცა ჭიდაობის მოყვარულებს შეხსენებაც არ უნდათ, რომ იაგო გობაძე გახლავთ მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა გობაძის უმცროსი ძმა. წითელი ფორმით ჭიდაობს იგი კონსტინაშე გობაძე მელაძე ფინალური დაპირისპირება 87 კილოგრამში. დაიწყო უკვე შეხვედრაზე და მივადევნოთ თვალი. იქისულის სადაც გობაძემ და თავად დავარდა ძალიან რთულ სიტუაციაში მოხვდა, მაგრამ დაიძვინა დროზე თავი, მაგრამ 4 ქულა დაკარგა. მელაძემ გუშინაც ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარა. კი ამ კაჩად გაიყვანა, მაგრამ ამ შკოლას მიიღებს, მაგრამ საგზნობი უპირატესობა აქვს უკვე. აი მე ერთი ლეცის სწავლობით, უბრალოდ კონტრილეცის სწავლობით ზურაბ მელაძეს. შეიძლება წუთი და 20 წამია გასული. ოთხით 0. ასეთი ანგარიშით იგებს ზურაბ მელაძე ქუთაისელი ათლეტი ფინალურ დაპირისპირებას იაგო გობაძესთან. კიდევ ერთი მცდელობა ქონდა და კინაღა მეორე კონჩეტევად შედეგიანი იყო. კინაღა მელაძის პირველი პერიოდის ბოლო წუთი დაიწყო. დაახლოებით რაღაც ერთფეროვანი ტაქტიკა, სტრატეგია ქორივეს, თუმცა აი ამ მონახაზიდან ამოხტომას ახერხებენ და სწორედ ამის შედეგი იყო ეს კარგი გდება და კიდე სხვა ეპიზოდებიც, რომელიც შეიძლება კულით არ დამთავრდა, მაგრამ რაღაც გარკვეული ახალი შტრიხები შეიტანა შეხვედრაში. 20 წამი პირველი პერიოდის დასრულებამდე. იგივე სადა გობაძემ და შემდეგ რთულ სიტუაციაში მოხვდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანა მეტოქი საბოლოოდ ჩურჯენში და მიიღო 2 ქულა. ცოტათი გამოიკეთა მდგომარეობა. შესვენება თან პერიოდის მიწურს.
ამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ უკვე გვექნება 82 კილოგრამში დაჯილდოების ცერემონიალი და მისი დასრულებისთანავე დაიწყება 97 კილოგრამში დამამშვიდებლის ფინალები, ანუ პაიქრობები ბრინჯაოს მედლისთვის. ნახდა შეხვედრა დაიწყო მეორე პერიოდი. Უბრალოდ არ ქონია რა პასივობა არ ყოფილა პირველ ნახევარში. ეგრევე 4 ხულიანი დაიწყო მელაძე. ახლა კი ბატონო 4-3 და ხო ეს ისეთ სიტუაცია. მელაძე ჩააყენეს, ანუ მელაძე მიიჩნიეს პასიურად და მას დააყენებენ ჩოგჯენში. არ დამტეხი სიტუაცია შეიძლება ახ ლიდერი შეიცვალოს. ზემოდან იჭიდებს იაგო გობაც. სხვადასხვა მიმართულებით სადა ეხა გობაძემ მეტოქის დაატრიალება, მაგრამ არ გამოუვიდა, შემდეგ თვითონ შეეშვა და შემოაგდეს. აჭაველები აპროტესტებენ რა ფეხი ხო აღიხმარა თავდაცვისას ზურაბ მელაძემ. თუ იხმარა, მაშინ ჩადოვებენ პარტებში ისევ. ნახოთ აბა გამეორებით. აი ეს ხანგრძლივი ჩოქბჯენის მონაკვეთი. საჯის ნიშნამდე წამოდგა გობაძე. წუთი და 2 წუთია ჯერ დარჩენილი, ყველაფერი წინავი. თუმცა ეს განხილვა მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა. აი ნახოთ აი ეს ჩოქბჯენი თავიდან ბოლომდე. კარაფერი. შემდეგ შემოტრიალდება გობაძე. აქედანაც ვერაკაჩა. და შემდეგ აი დაანება, რა ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს, საჯები განიხილავენ. მას ხო ვარიანტი ხელით ხო არ შეეხო მეტოქის ფეხი ხო არ გაუკავა, აი თითქოს აქ რაღაც ფეხი მიმბუნი არ უხმარი, ხელით ხო არ გააკავა მეტოქის ფეხი. ფეხში ხო არ შევიდა მელაძე, ალბათ ამას ამოწმებენ, ისეთი არასტანდარტული სიტუაცია იყო ესეთი. საჯებიც აი რამდენი ხანი აკვირდებიან და ოთხი-სამი წინა არის მელაძე ჯერჯერობით. ქუთაისელი სპორტსმენი. დარჩენილია თითქმის 2 წუთი, 1 წუთი და 58 წამი. ხო, იქ ედიშებმა შეიძლება მარტო განხილვაზე ის გამოიტანს ვებდიქს. მგონი მანაც ვეფეი ვერ შეამჩნია.
არაფერი 5-3 გახდება ეხლა გამტყუნებული პროტესტის გამო და უმეტეს კიდეც მელაძეს სასარგებლოდ ხო არადა ის რაღაც შეიძლება შეეცვალა ხო ხულიანი არ ყოფნის გობაძეს იმიტომ რომ მეტოქის 4 აქვს გაკეთებული 4 ხულიანი და 3-4-ის შემთხვევაში უბრალოდ ჩოქჯენის დაში გადაყვანა ეყოფოდა გაგდება 4 ხულიანი ბატონო კი ბატონო ეს იყო ქუთაისელის ჯურა მელაძის გდება ახაც ამას აღარ პროტესტებენ არაფერი შეჩვენიერი უკუზნექით გდება იყო კლასიკური ჭიდაობის ჩვენება შემდეგ გობაძე გადავიდა შეტევაში და გავიდნენ გარეთ არაფერი უხულოდ დასრულდა ეს თუმცა რაღაც წამით ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა იქ თითქოს მელაძე თითქოს ბეჭით შეეხო სალი ბეჭით ამას მოითხოვს გობაძე ქულას აპროტესტებს ჩელენჯი აღარ აქვს ანუ ის შემოგდება ბალიში სტოვებ იქ თუ არ მიიღეს შენი პროტესტი წააგებ 9-3-ია წუთი და 34-ია ჯერ კიდე საჭიდაო აქ მოხდება ბევრი რამე ვეღარ მოხდება იმიტომ ცოტას და აშკარა უპირატესობით მოიგებს მელაძე 6 ხულიანი უპირატესობა აქვს ახლა გობაძე შეუტევს და მელაძეს კონჩეტების შანსი ექნება რა თქმა უნდა წუთი და 20 ხო ორივე კონჩეტებაზე გაუშვა ისე დაუფიქრებლად მიდის ხოლმე გობაძე შეტევაში და ორჯერ ვაკულა დაგარგა ჯამში ამის გამო მაგრამ ეხლა კისრულზე წავიდა მელაძე მიიყვანა ბოლომდე თუმცა კარგი ეპიზოდი იყო ნამდვილად შემდეგ შოქჩენ ჩაიყვანა 11-ით ქუთაისში წავიდა ერთი ოქროს медаლი ქუთაისელებს ერთი ფინალისტი ყავდათ და აჭარას აქ აი ამ მომენტისთვის 4 ოქრო 4 ვერცხლი 4 ბრინჯაო 11-3-ია კი ბატონო ქუთაისელი ზურაბ მელაძე გახდა ჩემპიონი 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი იყო 4 ხულიანი გდება ვიხილეთ ქუთაის კიდევ ერთი კაცი ყავს როგორც ბრინჯაოს ფინალებში ეს ეხლავე გამოვა ხალიჩას ჯემსი გოქსაცი